განწყობა სადღე სასწაულოა და სიხარულითა და ზეიმით არის სავსე. დიახ, დღეს პოლიტიკოსებისგან და აღლუმის მონაწილეებისგან დაახლოებით იგივე მესიჯი მოვისმინე. მოდით ნაკლებად გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, ვინ არ არის აქ და ყურადღება გავამახვილოთ იმაზე, ვინ არის აქ. დღეს აქ რეკორდული რაოდენობის ხალხია, ზუსტად როგორც ველოდით, რეკორდული რაოდენობის მონაწილეები. და არჩეული ოფიციალური პირები, რომლებიც სინათლებში მოდიოდნენ, ისევ მოვიდნენ. გუბერნატორმა კეტრინ ჰოჩუმმა დღეს ადრე ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც შტატის საკანონმდებლო ორგანოში გავიდა და რომელიც ქმნის ბუფერულ ზონას რელიგიური დაწესებულებების გარშემო, რათა აგრესიული მომიტინგეები მოშორდნენ. მაშინაც კი პოლიტიკოსები, რომლებიც სულ უფრო კრიტიკულები გახდნენ ისრაელის მთავრობის მიმართ, მაგალითად სენატის უმცირესობის ლიდერი ჩაკ შუმერი, ჯერი ნადლერი, წარმომადგენელთა პალატაში ებრაული კავკუსის უხუხუცესი წევრი, ისინიც აქ არიან. ისინი მთელი დროის განმავლობაში ნამდვილად არ დარჩენილან, მაგრამ მაინც გამოჩნდნენ და დადებითი კომენტარები გააკეთეს, როგორც აღლუმზე ზოგადად, ასევე ებრაულ თემზე და აქ არსებულ პროისრაელურ საზოგადოებაზე. მოусმინეთ ზორა რამდენი აქ არ არის. ყველა დანარჩენი კი აქ არიან და დღესასწაულს აღნიშნავენ. აქ არა მარტო ებრაული პროისრაელური საზოგადოება, არამედ ქრისტიანი სიონისტებიც, რომლებიც ყოველთვის აქ არიან. მაგრამ პირველად არის მუსლიმთა დელეგაცია და დრუსთა დელეგაცია, რომელსაც ხელმძღვანელობს ისრაელის ყოფილი კომუნიკაციების მინისტრი იუვალ რივლინი, რომელთანაც დღეს აღლუმამდე ვისაუბრეთ. მოდით მოვუსმინოთ მას და მის დელეგაციას. ჩვენ მოვედით როგორც Druze Nation Globalis Lobby ამერიკასა და მთელ მსოფლიოში, რათა ერთი რამ ვთქვათ. ისრაელი მარტო არ იდგა, არა მხოლოდ ებრაელები, დრუზები, ქურთები, ყველა უმცირესობა ახლო აღმოსავლეთში ისრაელთან დგას, ისრაელს უჭერს მხარს. ჩვენ დიდი სიამაყით მოვედით ჩემს გუნდთან ერთად, რომ ამ ხარდაჭერაში მივიღოთ მონაწილეობა და ამას გავაკეთებთ ყოველ დღე, ყოველ თველ, ყოველ წელს სამუდამოდ. და ეს მხოლოდ ისრაელის დრუზები არ არიან. ჩვენ ვხედავთ იორდანელ, ლიბანელ, სირიელ დრუზებსაც. ყველა ერთიანდება აქ ამ ძალისხმევისთვის. რა თქმა უნდა, ჩემს გვერდით ხედავთ სირიელ დრუზ სუეიდადან, რომელიც ბენდისის რაიონში მიიღებს მონაწილეობას, სადაც ისინი მხარს უჭერენ ისრაელს, როგორც ისრაელი უჭერს მათ მხარს მათ. ამიტომაც მოვედით, რომ ხმამაღლა ვთქვათ, სუეიდა ისრაელთანაა, დრუზები ისრაელთან არიან, ლიბანიდან, სირიიდან, ყველგან. და ნიუ-იორკის მერსაც კი არ შეუძლია ამ ურთიერთობის შეცვლა. ისრაელი უკეთესია ვიდრე ყველა იმ ტყუილზე, რასაც ნიუ-იორკის მერი ისრაელის წინააღმდეგ ამბობს. დღევანდელი აღლუმის თემა ასეთია: ამაყი ამერიკელები, ამაყი სიონისტები. აი რატო ხედავთ აქ ამდენ ამერიკის დროშას და საერთოდ ისრაელის ხარდამჭერ აქციებზე ასიახობთ? დღეს ადრე ვისაუბრეთ ისრაელის ელჩთან გაეროში, დანი დანონთან და ასევე ამერიკული სიონისტური მოძრაობის ხელმძღვანელთან, ჰერბერტ ბლოკთან. მათაც თქვეს, რომ აქ იგივე რამეს ხედავენ. ელჩი დანი დანონი გაეროში, ჰერბერტ ბლოკი და სხვები უკვე ხედავენ, რომ რეზოლუციებით და სხვა ნაბიჯებით სულ უფრო მეტი ქვეყანა და საზოგადოება ამბობს. ეხლა ვიცხეთ იმის გააზრებას, რა საფრთხეს წარმოადგენს ირანი არა მხოლოდ ახლო აღმოსავლეთისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. ჩვენ ნახეთ, როგორ დაესწრნენ თავს მთელ რეგიონს ომის განმავლობაში და ვიცხეთ იმის გააზრებას, რომ ისრაელს აქვს როლი ახლო აღმოსავლეთის დაცვაში. ამიტომ ეს ტერორიზმი და აგრესია არ უნდა დაბრუნდეს აქ. ასე რომ დღევანდელი თემა ყველავაც არის. ამაყი ამერიკელები, ამაყი სიონისტები. საქმე მხოლოდ აქ მომხდარს არ ეხება. ეს ეხება იმასაც, რაც თქვენს მხარეში ხდება, ნატაშა.